მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იმედი მაქვს ყველანი ჯანმრთელად და კარგად ხართ. თუ პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოს, მე ვარ მარიამი. ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს არხს და დააკლიკებთ აი ამ ზარის ღილაკს, რომელიც შემდეგ გატყობინებთ, რომ ახალი ვიდეო დავდე. ყოველთვის მავიწყდება მის თქმად, ამიტომ ბარემ მოვითავებ. და მათთვის, ვინც სისტემატურად უყურებთ ჩემს ვიდეოებს, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ. მოკლედ, დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი ყოველდღიური ძალიან სწრაფი 5-წუთიანი მაკიაჟი, რომელიც არის ძალიან მარტივი, კონცენტრირებული არის ბზინვარე, ლამაზ ჯანსაღ კანზე. მე აქ მაქვს ჩემი მაკიაჟის ჩანთა, სადაც მაქვს ყველა ეს პროდუქტი, რომელსაც დღეს გამოვიყენებ და პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ. პირველ რიგში Glossies Future Dew, ეს არის პროდუქტი, რომელსაც აბსოლუტურად ყოველდღე ვიყენებ. ალბათ ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ყოველთვის, ყოველ დილას ვიყენებ. კანსაცროს ძალიან ლამაზ ჯანსაღ ბზინვარებას. უფრო კარგად რომ გამიგოთ, დაახლოებით როგორი ეფექტი აქვს, იცით, აი 10 საფეხურიან კანის მოვლის რუტინას რომ ჩაიტარებ და ძალიან ლამაზი დატენიანებული ბზინვარე კანი რომ გაქვს, დაახლოებით ეს ეფექტი არის აი ამ პროდუქტის 1 წუთში. რა თქმა უნდა, ძალიან ინდივიდუალური პროდუქტი, ხა შეიძლება ცხიმიან კანს დიდად არ მოეწონოთ, რადგან ცოტა ზეთოვანი კონსისტენცია აქვს. აი ასეთი კონსისტენციაა. თითქოს შეფერილია, თუმცა როგორც კი სახეზე ინაწილებ, ეგრევე გაძლევს პრიალა ეფექტს. ამ პროდუქტს ვიყენებ სახის გარე ნაწილებში, იმიტომ რომ ცხვირი საკმაოდ ცხიმიანი მაქვს, პრინციპში შუბლისადმი ცხიმიანი მაქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს შუბლსაც ვიყენებ, იმიტომ რომ მომწონს ესეთი ბზინვარე ეფექტი ნიკაპზე, პრინციპში მთელ სახეზე ცხვირის გარდა. ტუჩის ბალმი, გამომშრალი, გამოფიტული ტუჩები, არავის არ მოსწონს. ეს არის Drunk Elephant Lippy Balm. ტონალურად სახეზე ყოველდღურად არ ვიყენებ, მხოლოდ ისეთ დღეებში, როდესაც სადმე მივდივარ, მე განსაკუთრებული ხდება. ძირითადად უპირატესობას ვენიჭებ BB კრემებს, CC კრემებს აფხულობით. ძირითადად კონსილერით შემოვიფარგლები ხოლმე, თუმცა აი ხანდახან დაახლოებით რომ თქვა საშუალოდ კვირაში ალბათ 3-4-ხჯერ შეიძლება გამოვიყენო BB კრემი. ამ ბოლო დროს ჩემი არჩევანი არის ხოლმე Missha's ეს BB კრემი, ეს არის ტონალობა ნომერი 23. სხვათა შორის ბევრისგან მსმენია რომ მიზონი ურჩევნიათ Missha's. მე პირადად ბევრად უფრო მეტად Missha მომწონს, იმიტომ რომ ფრთხელია და თითქოს სახეზე არაფერი არ გისვია. მე ვიყენებ 2 დაჭერას დაახლოებით აი ასეთი რაოდენობა. რაც ძალიან მომწონს ამ პროდუქტში არის ის, რომ ძალიან მარტივად ნაწილდება, არ სჭირდება დიდი დრო გადანაწილებას და მე პირადად დამოქვს ხოლმე შედარებით მეტი რაოდენობა ისეთ ადგილებში, სადაც ოდნავ მეტი სიწითლე მაქვს, არ ვიცი რატომ ჩანს ვიდეოში ამ ასეთი მუქი რეალურად აი შუბლზე გადავინაწილე და საერთოდ არ ჩანს რომ რაღაც ჩემი ფერი არ არის, რეალურად ჩემი ფერია, უბრალოდ ვიდეოში ძალიან მუქად ჩანს. აი როგორც ხედავთ, არ ჩაახშო აი ის ბზინვარება, რომელიც მომცა ჩემმა Glossies პროდუქტმა. და აი ეს ლამაზი ბზინვარება მაინც ასხივებს, ასე ვთქვათ, BB კრემის შიგნიდან. მგონი მშვენიერია. ეხლა გადავდივარ კონსილერზე, ეს არის Yves Saint Laurent. საკმაოდ მაღალი დაფარო აქვს, თუმცა არ არის ცხიმიანი, აქვს თავისი ფუნჯი, პირველ რიგში თვალთან. ცხვირზე. აი აქ, წარბებს შორის. და ნიკაპზე. ზოგადად ადამიანებს ძალიან ახასიათებთ რაღაცეების დაუფიქრებლად და გაუაზრებლად გადმოღება, მაგალითად მაკიაჟის და თითქოს არ ვიაზრებთ ჩვენი სახის ფორმას, იმას თუ რა უხდება რეალურად ჩვენ სახეს და თითქოს ესე ავტომატურად ვიმეორებთ იმას, რასაც ვხედავთ ინტერნეტში და რასაც გვასწავლიან ბლოგერები. მე მაგალითად ყოველთვის ვაკვირდები იმას თუ რა სჭირდება ჩემს კანს, რას ითხოვს ჩემი სახე, სახის ფორმა და მაგალითად სიწითლე მაქვს წარბებს შორის და ზუსტად ამიტომ გამოვიყენე კონსილერი ამ ადგილას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა გამოიყენოს კონსილერი აქ. ეს არის რა თქმა უნდა ჩემს კანზე მორგებული მაკიაჟი და ანალოგიურად თქვენს რა თქმა უნდა ინსპირაციას ვიღებთ ინტერნეტიდან, YouTube ვიდეოებიდან, თუმცა ყოველთვის რაღაცნაირად მოირგეთ ხოლმე თქვენს კანზე და ავტომატურად გადმოიღებთ სხვა ადამიანის მაკიაჟს. ძალიან ინდივიდუალურია ყველას კანი. თუნდაც კონსილერის თვალთან გადანაწილებას რაც შეეხება, როგორც ხედავთ,
ძირითადად აი ამ ნაწილებში გამოვიყენე, იმიტომ რომ შედარებით უფრო მეტი სილუეტი ზუსტად ამ წერტილებში მაქვს. აი აქ თვალის შიდა კუთხეებში. თუმცა შეიძლება თქვენ გსურდეთ რომ ამოინათოთ ეს ყრიმალი ზედა ნაწილი და უპრობლემოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის რაც გინდათ, სადაც გინდათ. ახლა როგორც ხედავთ, ოდნავ ფერდაკარგული ვარ და იმისთვის რომ ოდნავ სიცოცხლე შემოვიდანოთ ჩემს მაკიაჟში და ფერი დავუბრუნო ჩემს სახეს, ვიყენებ blush-ს. აი ეს blush-ი არის გაზაფხულზე ჩემი go-to, ეს არის Glossier's Cloud Paint. ეს blush-ები არის ძალიან პატარა მინი შეფუთვით, თუმცა იმდენად პიგმენტურია, რომ რა ვიცი, ერთი წელი თავისუფლად შეიძლება გეღოს. ზოგადად ყოველთვის blush-ს ვინაწილებდი ხოლმე აი აქ ჩემს ლოღებზე. ეს ჩემი ნადგენი ხელი არ შეიმჩნევთ, გუშინ დავიწვი. ხო, და კიდევ ცხვირზეც. თუმცა ამ ბოლო დროს ცოტა შევცვალე ჩემი blush-ის placement-ი, ვეექსპერიმენტობ და დამოქვს ხოლმე ყრიმალებზე და ვფიქრობ ძალიან ტრენდულიც არის. ამ ბოლო დროს ხშირად ვხედავ ხოლმე და მეც ძალიან მომწონს. და დაახლოებით ესე. მე მგონი ოდნავ მეტი შეიძლება, როგორც ხედავთ ძალიან ნაზი baby pink ფერია. აუცილებლად მაკრიტიკებთ ხოლმე იმის გამო, რომ ბევრ blush-ს ვიყენებ ზედმეტად. მაგრამ რა ვქნა? მომწონს. აი ესე. აქ მაქვს ასეთი illuminator-ი. Lia X Kashkash, ასე ქვია ამ ბრენდს, ქართული ბრენდია, მათთან ცოტა ხნის წინ მქონდა კოლაბორაცია Instagram-ზე. Rose Dusk ოდნავ მოვარდისფრო ტონი დაჰკრავს და ძალიან ლამაზია კანზე. როგორც კი თითით შეეხება, ეგრევე ეტყობა ტექსტურაზე, რომ არის ძალიან ნაზი, კრემოვანი და გაზაფხულს ძალიან უხდება ეს ტონი, რადგან როგორც უკვე თქვი, ოდნავ მოვარდისფრო ფერი დაჰკრავს. რაც შეეხება წარბებს, ყოველთვის მეკითხებით ხოლმე თუ რომელ წარბის გელს ვიყენებ. აი ეს არის ჩემი წარბის გელი, 24 საათიანი წარბის ფიქსატორი Benefit-ისგან. Benefit-ს აქვს ძალიან ბევრი წარბის პროდუქტი და აუცილებლად დააკვირდით, რომ ეს ეწეროს 24-hour brow setter. რაც შეეხება ტონს, ტონალობა არ აქვს, არის clear გელი, ანუ უფერო და ძალიან კარგად აფიქსირებს წარბებს. როცა ეს პროდუქტი მისვე, ყოველთვის ყველას გონია, რომ ლამინირება მაქვს გაკეთებული. შეგიძლია ნებისმიერ ფორმაზე დაიყენო გელით წარბი. მე უბრალოდ მომწონს ჩემი ბუნებრივი ფორმა, ოდნავ ვიფრიხავ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ძალიან დრამატულს არაფერს ვაკეთებ. აი ასე, ხედავთ ხო განსხვავებას, უცებ აიწია ეს მხარე მთლიანად, თითქოს ოდნავ ლიფტინგი მაქვს გაკეთებული და ეს მხარე უფრო მოწყენილი და ჩამოწეულია. სანამ დამოვიწყდა ეს წარბის გელი საქართველოში არ იყიდება, უნდა გამოიწეროთ, მე ვიწერ ხოლმე Sephora-დან და პრინციპში საკმაოდ დიდხანს ყოფნის ხოლმე. თან ყველაზე კარგი ის არის, რომ მე მთელი დღის განმავლობაში წარბი უბრალოდ გაშიშებული არის ერთ ადგილას, საერთოდ არ იცვლის ფორმას. ეს არის Alexa Vienis წარბის ფანქარი ნომერი 03. ჯერ ველოდები რომ წარბის გელი კარგად შეშრეს და უკვე ბოლომდე მშრალი როდესაც არის, გადავდივარ წარბის შევსებაზე. ძალიან ბუნებრივი გამოდის ასეთი ტექნიკით წარბის შევსება, იმიტომ რომ თითქოს თმის იმიტაციას აკეთებ და ხატავ ამ თმის ხაზებს. რაც შეეხება ტუჩებს, ჩემი ტუჩსაწყის ტონი ყოველთვის დამოკიდებული არის ჩემს განწყობაზე, ჩემს ხასიათზე და გაზაფხულზე ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ ხოლმე ღია ფერებს, ვარდის ფერს, ატმის ფერს, ესეთ ცოცხალ ტონალობებს და დღეს მე აქ მაქვს Alexa Vienis მარტი თხევადი ტუჩსაცხი, რომელიც არის ძალიან ხასხასა მოვარდისფრო ტონი. არის ოდნავ მშრალი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მდგრადი და პიგმენტურია. თუმცა თუ კარგად დაიტენიანებთ ტუჩებს, მგონია რომ პრობლემა არ არის. მე დღეს უკვე გამოვიყენე ძალიან ინტენსიური ბალმი, როგორც ნახეთ და ახლა გადავინაწილებ ამ ტუჩსაცხს. მე ძალიან მცირე რაოდენობა მყოფნის. აი დაახლოებით ასე და შემდეგ თითით ვინაწილებ თელს ტუჩებზე. აი რაღაც დაახლოებით ასეთი.
და პრინციპში სულ ეს არის ასე გამეყვება საბოლოო ლუკი. ძალიან ბუნებრივი, ხალისიანი, ბზინვარე, გემრიელი საგაზაფხულო მაკიაჟია. რა თქმა უნდა, არის დღეები, როდესაც ბევრად უფრო ნაკლებ პროდუქტს ვიყენებ, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ წარბის გელი, ან მხოლოდ კონსილერი და ბლაში. წარბის გელსაც ასევე ყოველ დღე ვიყენებ. თუმცა, აი დაახლოებით ასეთი ვიზუალის მაკიაჟი მომწონს ხოლმე ყოველდღიურობაში, როდესაც თითქოს არაფერი გისვია, მაგრამ თან გამოიყურები ჯანსაღად, ცოცხლად. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო, თუ ასე აუცილებლად დაალაიქეთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ასევე გამოვყევით Instagram-ზე უფრო ხშირი კონტენტისთვის და მე ძალიან მალე გიხილავთ მომდევნო ვიდეოში. ნახვამდის.